დღეს 100 წლამდე 5000 ადამიანიდან მხოლოდ ერთი ადამიანი აღწევს, რაც ძალიან პატარა რიცხვია რეალურად, მაგრამ წარსულში კიდევ უფრო უარესად იყო საქმე. დაახლოებით 100 წლის წინ 30000 ადამიანიდან ერთი თუ მიაღწევდა 100 წლამდე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ 100 წლამდე არ ცოცხლობდნენ, მაგრამ ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო და სუფთად გენეტიკურ იღბალს უკავშირდებოდა. დღეს გენეტიკური მდგომარეობა და მედიცინაზე ხელმისაწვდომობა ასევე ცოდნა და 100 წლამდე მეტი ადამიანი აღწევს და პროექცია არის, რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტი და მეტი ცენტენარი გვეყოლება, ცენტენარებს ეძახიან ადამიანებს, რომელიც 100 წელს გადაცილდა. წარსულში რატო იყო ესეთი ხანმოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობა? იმიტომ რომ ადამიანები იკვლევოდნენ ახალგაზრდა ასაკში და ეს ამცირებდა რეალურ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად. თორე თუ ვინც თქვა 50 წლამდე გადარჩებოდა კარგად, ისინი კი უმეტესად აღწევდნენ 70 წელს, ზოგი 90 წელს და ამიტომ არის რომ ამბობენ ხოლმე რომ ეს ჩემი ბებია 90 წლამდე იცოცხლა და ეს რაღაცები კი როგორ არა აღწევდნენ ხოლმე განსაკუთრებით მშვიდობიანობის პერიოდში, ვინც ახალგაზრდობას ინფექციებს გადაურჩებოდა, შემდეგ ცოცხლობდნენ ხოლმე. დღეს გეტყვით, ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანმა მიაღწიოს 100 წელს და ან 100 წელს გადაცდეს. სინამდვილეში მთავარი კითხვა აქ რა არის, რომ ეს ასაკი განსაზღვრული გვაქვს და შემოსაზღვრულია ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა, თუ ჩვენ უშლით ხელს. ანუ ხომ შეიძლება ცოცხლობდეთ მაგალითად 200 წელიან, 300 წელიან, შეგვიძლია ეს? თუ არ შეგვიძლია. ყოველ შემთხვევაში აქამდე მოსაზრება მეცნიერების არის, რომ ჩვენი ბიოლოგიური შესაძლებლობები შემოსაზღვრულია დაახლოებით 120 წლამდე, 130 წლამდე სადღაც ესე. და რა ხდება ამ დროს? ანუ ერთი კონკრეტული რამე არ ხდება, დაბერება არის ბევრი პროცესის ერთობლიობა. ყველაზე მთავარი რაც პირდაპირ ამოკლებს სიცოცხლეს არის, რომ ჩვენი დნმ-ის ტელომერები მოკლდება, დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ ფეხსაცმლის თასმა და ფეხსაცმლის თასმაზე ბოლოში ხო არის ხოლმე პლასმასის თავი ან რკინის თავი გაკეთებული. აი ეს თავი რომ მოაძრო ამ ფეხსაცმლის თასმას, ხო აიძენზება ადვილად და დაიშლება. დაახლოებით ეგეთი რაღაცა არის ტელომერები დნმ-ისთვის. ჩვენ დნმ-ს აქვს ეს დამცავი თავები გაკეთებული და ყოველი ახალი გაყოფის მერე ეს დამცავი თავები მოკლდება და მოკლდება. და ეს რომ მოკლდება, ზუსტად ისე იძენზება ბრჭყალებში დნმ, ან დნმ-ში გროვდება დაზიანებები, როგორც ემართება ფეხსაცმლის თასმას. და დროთა განმავლობაში, ანუ ასაკთან ერთად ეს დნმ ძველდება, დნმ ინგრევა და ირღვევა და შედეგი გვაქვს ეგ, რომ ადამიანს ემართება დაავადება ადვილად. ადამიანს ინფექცია ვეღარ გადააქვთ ადვილად, განკურნება სჭირდება უფრო დიდი დრო და სიმსივნეებიც ადვილად ვითარდება, იმიტომ რომ დაზიანებულ დნმ-ში მუტაციები ადვილად ვითარდება და სხვა ბევრი პრობლემა ემატება ამას, ის რომ ნელ-ნელა სისხლძარღვები ზიანდება, ის რომ ნელ-ნელა უჯრედების პატარა ქარხნები, მიტოქონდრიები ვეღარ გამოიმუშავებენ საკმარის ენერგიას, ნელ-ნელა უჯრედები ცვდება და ანუ პირდაპირ როგორც საგანი, რომელიც დროთა განმავლობაში ცვდება, ასე ცვდება რეალურად ორგანიზმი და ასე ვითარდება დაბერება პატარ-პატარა მარცხების დაგროვებით და არა ერთი კონკრეტული მოვლენით. ამიტომ არის რომ ადამიანი 120 წლამდე კი შესაძლებელია იცოცხლოს, 122 წელია რეკორდი აღწერილი, თუმცა ეს სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან შეზღუდულია. ახლა მთავარი კითხვა გაჩნდება ეს, რომ ანუ სანამდე შეგვიძლია ჩვენ რამის გაკეთება და რა არის იღბალი მერე, ანუ დადასტურებულია ეგეთი რაღაცა, რომ 80 წლამდე მოკლედ შენით შეგიძლია მიხვიდე, თუ არ გულისხმობ იმას, რომ ახალგაზრდა ასაკში თუ რაღაცა მძიმე სიმსივნე დაემართა ადამიანს, ან რაღაც ინფექცია მიმსხვერპლა, ან უბედურმა შემთხვევამ, ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს. მაგრამ საუბარია თუ კი შენ თავს მოული და ესეთი რამე ძალიან ცუდი შემთხვევა არ დაგემართება, 80 წლამდე მიხვალ თუ არა, შენზეა დამოკიდებული. 85-მდე ესე. 80-ის ზევით უკვე შენზეა დამოკიდებული და პლუს ბედი. და 100 ზევით უკვე გენეტიკა ძალიან ძლიერი უნდა გქონდეს, ამ გენეტიკა უნდა გქონდეს ძალიან ჯანმრთელი, რომ ინფექციებს გაუმკლავდე ადვილად, სიმსივნეები არ დაგემართოს და ესე. ანუ 100 წელს რო გაცნე მოკლედ სუფთა იღბალია, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ აი 100 წლამდე ცოტა იღბალიც უნდა გქონდეს, მაგრამ ბევრი რამეც შენ უნდა გააკეთო. და ახლა ვთქვათ, რისი გაკეთება შეგიძლია რეალისტურად, რაზე გვაქვს გავლენა. პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე, რაც არსებობს, მტკიცებულება, რომ რაც ნამდვილად ვიცით, რომ 100 წლამდე მიღწევაში ხელს უშლის არის მოწევა ადამიანების, ვინც 100 წლამდე მიაღწია,
მათი 1% ან 2% იყო მწეველი. 10% დაახლოებით არის ყოფილი მწეველი და თითქმის 90% არის ის ადამიანი, ვისაც არასდროს მოუწევია სიგარეტი. ეს იმის ფონზე, რომ თითქმის თქვათ, 1% იყო მწეველი, ვინც 100 წლამდე მიაღწია, მაშინ როცა ჩვეულებრივ ზოგად პოპულაციაში თითქმის 30%-ია მწეველი. ანუ რამდენად ხელს უშლის სიგარეტი სიცოცხლეს. და სიგარეტი ბევრ რამეს აკეთებს, სისხლძარღვებს აზიანებს, ფილტვის კიბოს რისკს ზრდის, ოქსიდაციურ სტრესს იწვევს შეთანხმების ორგანიზმში, არამედ ფილტვის კიბოს, 30-ზე მეტი სიმსივნის რისკს ზრდის, სხვადასხვა სიმსივნეების და პირდაპირ აზიანებს კიდევ ბრონქებს, ფილტვებს და ასე შემდეგ. უამრავი უარყოფითი მხარე აქვს სიგარეტს, რაც დადასტურებულია, რომ ნამდვილად ასე. ამიტომ არის, რომ სიგარეტი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოვლენა, რაც ხელს უშლის სიცოცხლის ხანგრძლივობას. შემდეგი ფილტრი არის წონა. ადამიანები, რომლებიც 100 წლამდე აღწევენ, პრაქტიკულად არასდროს არ არიან მსუქნები. თითქმის 0 შემთხვევაა, რომ 100 წლამდე მსუქანმა ადამიანმა მიაღწიოს. ცოტა ჭარბწონიანები კი, როგორ არა, მაგრამ ის რომ მსუქანი ადამიანი პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ 100 წლამდე მიაღწიოს. ოღონდ აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ასევე არც ძალიან გამხდრები, კახექსიურად გამხდარი ადამიანებიც არა. ნორმალური წონა უნდა კონდეს ადამიანს, ისე რომ ენერგია კონდეს, იმუნური სისტემა ნორმალურად ფუნქციონირებდეს, კუნთები კონდეს და ასეთ შემთხვევაში დაახლოებით ეს არის სხეულის მასის ინდექსი დაახლოებით 22-დან 27-მდე. აი ამ დიაპაზონში არიან ის ადამიანები უმეტესად, ვინც 100 წლამდე ცოცხლობენ. ცოტა საკამათო ახალ ზოგადად იაპონიაში შეიძლება თუ გამხდრები არიან. ესპანეთში მაგალითად ესპანელი ადამიანები, ვინც დიდხანს ცოცხლობენ, შეიძლება უფრო პუტკუნები არიან, მაგრამ პუტკუნებში გულისხმობს შედარებით, თორემ ის რომ მსუქანი იყოს, ესე არ არის. პრაქტიკულად არ გვხვდება ადამიანი, ვინც მსუქანია და 100 წლამდე ცოცხლობს. ამიტომ არის, რომ წონის კლებას ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს ცხიმი ასრულებს როლს როგორც ქრონიკული ანთების და ეს ქრონიკული ანთება მთელს ორგანიზმს აზიანებს დროთა განმავლობაში, რასაც სხვა რამეებით პრაქტიკულად ვერ გამოვასწორებთ გარდა წონის კლების. ამიტომ აქვს წონის კლებას მნიშვნელობა, თუ ადამიანი ჭარბწონიანია. შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აერთიანებთ ადამიანებს, ვინც დიდხანს ცოცხლობენ, არის, რომ ფიზიკურად მუდმივად არიან მოძრავები ეს ადამიანები. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ათლეტები არიან და ათლეტური ცხოვრებით ცხოვრობენ, ესე არ არის, მაგრამ სულ მოძრაობაში არიან. სულ რაღაცას აკეთებენ, შეიძლება ბაღში მუშაობენ, დადიან კიბებზე, დადიან ჩამოდიან აზარებად, პატარ-პატარა რაღაცებს აკეთებენ მუდმივად და ეს არის თავარი მახასიათებელი, მაგრამ სულ მოძრაობაში არიან ეს ადამიანები, არ აქვთ ისეთი ეპიზოდები, რომ იცი მე გავჩერდები და მე შევისვენებ, არა, სულ მოძრაობაში არიან. ეხლა რატოა ეს მნიშვნელოვანი? ჩვენ თანამედროვე ცხოვრების შემთხვევაში თითქმის ყოველ მეორე ან ყოველ მესამე ადამიანი, ასაკის მიხედვით, არასაკმარისად მოძრაობს. და რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, კიდევ უფრო არასაკმარისად მოძრაობს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიმოძრაოთ, ფიზიკურად აქტიურები ვიყოთ, რამდენადაც შესაძლებელია და ამას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა, ხო, ერთიო სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის, ანთების შემცირებისთვის, სტრესის შემცირებისთვის და კუნთოვანი ქსოვილის შენარჩუნებისთვის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. და რა უნდა იყოს ადამიანის იდეალური რეჟიმი, იმისთვის რომ ჯანმრთელად იყოს, ჯანმრთელი ფიზიკური აქტივობისთვის იდეალური ფორმა რა არის? იდეალურია, როცა დღეში მინიმუმ 30 წუთი ფიზიკურად აქტიური ხარ, მაგალითად დადიხარ, ან ცეკვავ, ან ცურავ, ან რაღაც 30 წუთის განმავლობაში, ჩქარის სიარულით და სახში ზოგადად მოძრავი ხარ, ანუ არ ზიხარ სულ და კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ ძალისმიერი ვარჯიშები 40 წუთის განმავლობაში, ან ძალისმიერი ვარჯიშები არის სიმძიმეების აწევა, ან საკუთარი წონით ვარჯიშები. და აქვე უნდა ვთქვათ კუნთის მნიშვნელობაზე. კუნთის ქონას აქვს უდიდესი მნიშვნელობა სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. თუ კუნთები გაქვს, მეტხანს ცოცხლობ. პირდაპირ კავშირშია, მოკლედ, ხო, რატო? იმიტომ რომ გლუკოზისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი და გლუკოზა არის შაქარი. ეს შაქარი შეუძლია დააზიანოს სისხლძარღვები, შეუძლია დააზიანოს ტვინი, მაგრამ თუ გაქვს კუნთები შეიწოვს ამ შაქარს, აი როგორც ღრუბელი, სამზარეულოს ღრუბელი იწოვს წყალს, აი ესე იწოვს კუნთები შაქარს და ადამიანს თუ აქვს კუნთები, მას შაქრის დონე დასტაბილურებული აქვს, ინსულინის დონე დასტაბილურებული აქვს და მეტიც სტრესის დროს კუნთები უნდა დაიშალოს იმისთვის, რომ ადამიანს კონდეს სათანადო იმუნური რეაქცია. და თუ ადამიანს არ აქვს კუნთები, იმუნიტეტი სუსტდება. იმუნიტეტი რო სუსტდება, მე ინფექციები ემართება, სიმსივნეების რისკიც იზრდება და ასე. ანუ იმისთვის, რომ ადამიანმა იცოცხლოს დიდხანს, უნდა კონდეს კუნთები. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. კუნთებში
რა თქმა უნდა ჰერკულესის კუნთები არ იგულისხმება რომ განვითარებული ქონდეს უბრალოდ კუნთოვანი ქსოვილი, ანუ ივარჯიშო უნდა რაღაც დონეზე, ანუ დუნე არ უნდა იყო და ნუ ყველაზე მთავარი არის სიარული. სიარული არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, უნდა იარო 7000 ნაბიჯი მაინც, აი დადგენილია მაგალითად რომ ადამიანები დუნე ცხოვრებით ვინ ცხოვრობენ, დღეში დაახლოებით გადიან 2-დან 3000 ნაბიჯს და ეს ადამიანები როცა უმატებენ სიარულს და გადიან 3000-დან 7000 ნაბიჯს ჯანმრთელობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად უმჯობესდება ყველა კუთხით და თითქმის ყველა კუთხით მნიშვნელოვანი მეტაბოლური მარკერები რაც ამაზეა საუბარი, ვთქვათ, გლუკოზა, ინსულინი, ანთების მედიატორები და ქოლესტერინა და ეს. ანუ 3000 თუ გადიხარ 3-დან 7-მდე თუ მოუმატებ, მნიშვნელოვნად გიუმჯობესდება და რაც უფრო მეც გადიხარ, მით უფრო უკეთესია მოკლედ. და ნუ სადაც 12000, 13000 ნაბიჯის მერე უკვე დიდი შედეგი აღარ აქვს. ანუ 10-ს გაივლი თუ 12-ს გაივლი, ძალიან დიდი სხვაობა აღარაა სარგებელში, მაგრამ აი 12-დან 15 და მე 18 და 20000 თუ გაივლი, ეგ უკვე პირიქით შეიძლება საზიანო იყოს სახსრებისთვის და ბენეფიტი იმდენი აღარაა, რომ გიღირდეს, რომ ამდენი იწვალო და ამდენი იარო და ამდენი დრო ხარჯო. ამიტომ სიარული ძალიან კარგია, დაახლოებით 10000, 12000 ნაბიჯის ფარგლებში არის იდეალური. ნუ ეს ცოტა არ არის ნამდვილად ხომ ვინც იცის, ცოტა ნამდვილად არ არის და ყოველ დღე 12000 ნაბიჯის გავლა ადვილი არ არის, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ გავიაროთ ჩვენი ოპტიმალური ჯანმრთელობისთვის. შემდეგი მნიშვნელოვანი რაც ადამიანში დიდი ხნის სიცოცხლის ერთ-ერთი საიდუმლო არის სოციალური კავშირები. ეს შეიძლება გაუკვირდეს ადამიანს და იფიქროს რომ აი მარტოსული ადამიანები შეიძლება უფრო დიდხანს ცოცხლობენ, იმიტომ რომ საკუთარი თავის მოვლისთვის შეიძლება მეტი დრო კონდეთ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. უფრო მეტხანს ცოცხლობენ ის ადამიანები, ვისაც აქვს ღრმა სოციალური კავშირები, ანუ ვისაც ყავს ადამიანები, ვისაც აღელვებს. მაგალითად, თუ შენ ყავს მეუღლე, ან საყვარელი ადამიანი, ან მეგობარი, ან ოჯახის წევრები, რომელსაც უყვარხარ, რომელსაც ესაუბრები, რომელთანაც ღრმა კავშირები გაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრესული ჰორმონი მცირდება მნიშვნელოვნად კორტიზოლი და კორტიზოლის შემცირება იწვევს სტრესის შემცირებას, სტრესის შემცირება იწვევს ანთების შემცირებას და იმუნიტეტის გაძლიერებას. და ამიტომ ეს ქრონიკული ანთება ადამიანში ნაკლებია და ადამიანი უკეთესად და უფრო მეტხანს ცოცხლობს. და მეორე მექანიზმი არის, რომ როცა ადამიანს ყავს ესეთი ადამიანი, ვინც მას ეყელავს, არის რომ ეუბნება, რომ აი წადი ექიმთან ესე მიხედე თავს, ახლა ან დღეს მოწყენილი ჩანხარ, მოდი ვისაუბროთ, წამალი არ გამოტოვა, არ დაგავიწყეს და ანუ ამასაც აქვს მნიშვნელობა. ეს პატარ-პატარა დახმარებები ფორმას აძლევს ადამიანის ცხოვრებას და სინამდვილეში ეხმარება. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ანუ ყველასთან რომ ძმაკაც მეგობრობენ, ეგენი არიან ის ადამიანები, ვისაც ღრმა სოციალური კავშირები აქვთ. დადგენილია, რომ მოკლედ 3 ისეთი ადამიანი საკმარისია, ვინც შენთვის ახლოს არის, სულიერად ახლოს არის, რომ გყავდეს ეგეთი ადამიანი, ეგ საკმარისია და მე უკვე კარგად ხარ რა. ანუ 3 ადამიანი საკმარისია. შემდეგ მნიშვნელოვანი რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს, რა დიდხანს იცოცხლოს, არის რომ არ ჭამოს ბევრი. კვლევები არის ჩატარებული ამაზე, აკვირდებოდნენ მაგალითად ოკინავა, სადაც ადგილია მოკლედ იაპონიაში, სადაც ბევრი ხანდაზმული ადამიანი ცოცხლობს, რომელიც 100 წლამდე აღწევს და გაცილებულია და ეგ ადამიანები ყოველთვის ცოტა ნაკლებს ჭამენ, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი. ანუ დიდხანს სიცოცხლის ერთ-ერთი საიდუმლო არის ცოტას ჭამა. ცოტა არის დაახლოებით აი რომ ამბობენ რომ 80%-ით დაახლოებით 80%-ზე ვარ, ანუ კიდე შევჭამდი და აი მან უნდა გაჩერდე, ანუ მან თუ ჩერდები რომ კიდე შევჭამდი, აი ეგ არის იდეალური. ეგ თუ შეგიძლია მოკლედ მნიშვნელოვანია და არ ჭამენ ეგეთი ადამიანები ბევრს, ანუ ერთ ჭამაზე არ დაჯდება და 30 ხინკალს არ შეჭამს, ჭამენ ცოტ-ცოტას და ხშირად იგულისხმება 3-ჯერ ან 4-ჯერ, ანუ უმეტესი ადამიანი, ვინც დიდხანს ცოცხლობს, ჭამს დღის განმავლობაში 3-ჯერ ან 4-ჯერ. და ახლა კიდე 3 მნიშვნელოვანი რამე, რაც სიცოცხლესთან კავშირშია და ის ადამიანები, ვინც დიდხანს ცოცხლობენ, ეს მოწესრიგებული აქვთ. პირველი არის წნევა არის უნიშნელოვანესი, რადგან წნევა ნელ-ნელა აზიანებს უჯრედებს პირდაპირ, აზიანებს სისხლძარღვებს და სისხლძარღვები თუ დაზიანებულია, ანუ ჩათვალე რომ ანუ გზები მოკლედ თუ არა გაქვს რომ მიხვიდე, აზრი არა აქვს, ანუ ის ორგანო ვეღარ ფუნქციონირებს, მოკვდება და ნუ ეს თუ დაემართება გულს ან ტვინს მორჩა.
ხო ადამიანი რაღა არის მეტი. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოკლედ წნევას. წნევა უნდა შეინარჩუნო 130 ქვევით და ქვედამაჩვენებელი უნდა იყოს 80 ან ნაკლები. 80 ქვევით არის სასურველი. ანუ წნევის ჯანსაღი წნევის შეარჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ რომ წნევა ჩუმი მკვლელია, წნევა ჩუმად აზიანებს ყველაფერს. ზოგჯერ და ადამიანები ამბობენ რომ იცი მე 160 შეჩვეული ვარ და დავდივარ 160-ით. არ არის ეს ნორმა. არ არის ეს ჯანსაღი და არ შეიძლება ასე. შემდეგი რაც ასევე აზიანებს ორგანიზმს არის შაქარი, ან მაღალი შაქარი არის ძალიან დიდი პრობლემა ორგანიზმისთვის, იმიტომ რომ შაქარი გლუკოზა პირდაპირ აზიანებს სისხლძარღვებს, თან ძალიან მკაცრად ტოქსინია პირდაპირ შაქარი, ან უკავშირდება ცილებს, იმ ცილებს სტრუქტურას უსწვლის, ეს ცილა აღარ ვარგა და ამ ცილებს თუ გაანადგურებ მორჩა, დაახლოებით ისე რომ კედლები რო გაანადგურო რა, ეგრე უკეთებს ყველაფერს, უჯრედებს. და ან თუ ჩამოშლი კედლებს, ის შენობა არ გაქვს. აი, დაახლოებით ეგეთ რამეს უკეთებს შაქარი თითქმის ყველაფერს და ამიტომ რომ შაქარი უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა ნორმაში, უზმოზე 100 ქვევით უნდა იყოს და ასევე გლიკოზირებული ჰემოგლობინი, ან გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა იხდებიან ხოლმე ბოლო 3 თვის განმავლობაში, ამ მდგომარეობაში იყო შაქარი და მისი კონტროლია მნიშვნელოვანი. და მესამე რაც ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს არის ქოლესტერინი. ქოლესტერინი არის ერთ-ერთი სისხლძარღვების მთავარი დამაზიანებელი შაქართან და წნევასთან ერთად, განსაკუთრებით ცუდი ქოლესტერინი, LDL ქოლესტერინი და LDL ქოლესტერინი აზიანებს მოკლედ სისხლძარღვებს ჩუმად, ნელა, ამიტომ ქოლესტერინის კონტროლიც ძალიან მნიშვნელოვანია. ქოლესტერინი ბიდნავს სისხლძარღვებს, უკავშირდება სისხლძარღვის უჯრედებს, მოკლედ ჩდება, მე იქ იმუნური რეაქცია მიმდინარეობს, ეს სისხლძარღვი ზიანდება, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ზიანდება და მე ადამიანს ემართება ინფარქტი ან ინსულტი, იმიტომ რომ ის შევიწროდება სისხლძარღვი, ბოლოს გასკდება ეს ქოლესტერინის ფოლაკი, მე ამას ორგანიზმი აღიქვას როგორც სისხლდენასავით, იქ თრომბი გაჩნდება და თრომბი ჩაკეტავს სისხლძარღვს და ადამიანის სისხლის მიმოქცევა დაიხშობა თავის ტვინში გულში და ეს ემართება ადამიანს. ამიტომ ქოლესტერინის კონტროლსაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა. და ასევე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ადამიანები, რომლებიც დიდხანს ცოცხლობენ, მუდმივად ავარჯიშებენ ტვინს. ტვინს ვარჯიში არის კითხვა, სწავლა, წერა, მუსიკა, ენები, პრობლემის გადაწყვეტა, ღრმა საუბრები. ანუ ტვინი მუდმივად უნდა ავარჯიშო, ტვინი მუდმივად უნდა გქონდეს დატვირთული და რაც მეტად დატვირთული გაქვს ტვინი, მით მეტად დაბალია ალბათობა იმისი, რომ ტვინის დეგენერაციული დაავადებები განუვითარდეს ადამიანს. და ასევე ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე სწავლობენ, ზოგადად ცხოვრობენ უფრო დიდხანს. ამიტომ ეცადე ხოლმე რომ დღეში ერთი რამე ისწავლონ. თუნდაც ეს ვიდეო, ხო? ეს რა თქმა უნდა ამ ვიდეოებს 100%-ით ვერავინ ვერ გაითვალისწინებს და ხშირად ამბობენ ხოლმე რომ აი მაგალითად ამას რომ ამბობ რომ ეს არ ჭამო, ის არ ჭამო, აბა რა ვჭამოთ. ასე არ არის. შენ შეგიძლია აიღო მოძრაობის ვექტორი, ან საით მივდივართ ეს ვიცოდეთ და ვიცოდეთ ის კი არა რომ მაგალითად მე არასდროს აღარ შევჭამ ხორცს, იმიტომ რომ შეიძლება ხორცმა კიბოს რისკი გაზარდოს, არა. მე იმდენად იშვიათად შევჭამ ხორცს, რამდენადაც შემიძლია, იმიტომ რომ იმან შეიძლება კიბოს რისკი გაზარდოს. აი ეს არის სწორი ფორმულირება. ანუ ის კი არა რომ 100%-ით დავიცვათ, არა, ჩვენ ვიცოდეთ რა არის კარგი და იქითკენ ვიმოძრაოთ. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს იყო რის თქმა წმინდოდა დღეისთვის. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის. ვისაც გაქვთ სურვილი დონაციების, ანგარიშის ნომრები არის მითითებული აღწერაში და შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები არხის განვითარებას დაეხმარებით. რეალურად ძალიან დიდი შრომა დევს ხოლმე ამ ყველაფრის უკან და ნამდვილად დიდი საქმე იქნება თქვენი მხრიდან დახმარება ამ მხრივ და მადლობა რომ მიყურებთ და მადლობა ინტერესისთვის.